fighting for his life. Long morning. John was fighting for his life, I would say. Khalil and him back to back with media goes. Terrible. მერაბ დღეს დასრულდა ხო შენი კემპი და მომზადება? კი, დღეს მქონდა ბოლო სპარინგი და აქედან უკვე გადავალ წონის კლებაზე. 10 კილო უნდა დავიკლო, როგორც ყოველთვის. მომზადების პერიოდმა კარგად ჩაიარა, ნახეთ კარგ ფორმაში ვარ, შემართებით ვარ და მოკლედ ეს დარჩენილი ერთი კვირაც მალე გავა და ერთი წყალობით შევხვდები ამ ბრძოლას ოპტიმალურ ფორმაში, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი ჩავდე ამ ბრძოლის მომზადებაში. აი დღეში ორჯერ თავი არ გამიზოგია, მთელი ენერგია და მთელი ძალები ჩავდე ამ ბრძოლის მომზადებაში და ნამდვილად ფოკუსირებული ვიყავ ჩემს თავზე და გავალ და ჩემს გასაკეთებას გავაკეთებ როგორც ყოველთვის. წონის კლებას როდიდან იწყებთ? წონის კლებას უკვე დღეიდან დავიწყებ, საჭმელს შევამცირებ და გადავალ ძალიან კაც დიეტაზე. შემდეგი 3 დღე წყალს დავლევ და უკვე სამშაბათი საღამოდან წყალს ავსვავ. ოქშაბათი და ხუთშაბათი ავსავ პარასკევს დილით აწევამა რა თქმა უნდა თავისთავად წონის ჩაბარებამდე დაახლოებით და 15 საათი წყალს ავსავ რა. დანარჩენი მე ჩემთვის ეს წონის კლება მუშაობს. სხვაობა თქვენებურად როგორც გამოვიდით ისე გააკეთეთ, ჩემი არ არის აუცილებელი ჩემი მეთოდი გადაიღოთ. ჩემთვის ეს მუშაობს. საერთოდ ბოლო 5 კილოს იკლებ ხოლმე ბოლო დღეს მებრძოლები, მაგრამ მე ბოლო 5 კილოს ყოფ 2 დღეზე და დაახლოებით 2 კილო ნახევარს ვიკლებ ოთხშაბათს, 2 დღით ადრე. შემდეგ 2 კილოს ვიკლებ 1 დღით ადრე და ღამე ნახევარ კილოს ძილში წავ რა, როცა რა თქმა უნდა მშიერი და წყლის გარეშე ვწევი და თელეგამე უძილობა ნახევარი კილო ხდება ხოლმე. ესე ვაბარებ წონას. წარმატებებს გისურვებ წონის კლებაზე, იმიტომ რომ ვიცი ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია და აუცილებლად გამარჯვებას შემოწმევ მთელი სულიდან. ეხლა ამჯერად ლას-ვეგასში ვჩხუბობ და წონის კლება შედარებით ადვილი იქნება, რადგან სახში ჩემს საკუთარ გარაჟში მაქვს სარბენი ბილიკი და ჩავიცმო თბილად. და ვირბენ წამოწები ჩემს საწოლს და ვირბენ წამოწები და ესე დავიკლებ ჩემს დარჩენილ ადგილას და ყველაფერი გზა იქნება. Let's go champ and still აბარა მერტი ჩვენ. Hello Georgia, it's Muin Gafurov. Today training with Champ in his garage. About gym is closed. Today is Sunday. He's made up cut weight for fight next week. He's ready. Let's go.
On. Go. Great job, boys. Go. Great job, bro. Let's go, champ. Let's go, Rob. Good job, sorry. Sharp, bro, sharp. No time. როგორც იცით, მე კვირადღესაც ვარჯიშობ, მაგრამ კვირაობით დარბაზი დაკეტილია ხოლმე, თან უკვე წონის კლება დავიწყე და ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვივარჯიშე გარაჟში, საკმაოდ კარგი ვარჯიში გამომივიდა, ოთარ ტანზილოთან ერთად ვივარჯიშე, დროის გარეშე, პირდაპირ ბოლომდე ვივარჯიშეთ, გავიწურეთ და ასევე მყავდა შენ შაპირო, ჩვენი ჯიu-ჯიტსუს ტრენერი, რომელიც სინდიკატში ვავარჯიშებს, მუინგაფროვია აქ და ასევე ჰაბიბ ილო ტაჯიკისტანიდან, ალეკო საღლიანიც, ჩვენი ახალი მოსამოყვარულო ჩემპიონი ლაშა მესხი, რომელმაც მესამეჯერ მოიგო ამერიკაში ბრძოლა და დაეუფლა კამარს და შემდგომში გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთი წონით დაბლა ჩავიდეს და მე შეიძლება მესამე წონის კამარსაც შეუტიოს, ესე ჯერ კიდე ახალგაზრდა, სიმაღლე შეიძლება კიდე გაიზარდოს და ასე რა დაგვიფიქსირე ჩვენი ძმები. მოიდა წამოუწვა დასაკლები აქ. How much you have to lose? Kilo. How many kilo? 15 kilo. 15 kilo აქ ვიც დასაკლები. 20 kilo დაიწყო, ხო? ოთარ, 20 kilo-დან დაიწყო, ხო? 25 kilo-დან დაიწყო. So now watch like UFC champion, GFC champion, Jiu-Jitsu champion, KFC champion, KFC champion, KFC champion, Tajikistan champion, and Tajikistan champion, Swaneti champion. And the camera guy champion, this guy. Yeah. He's sleeping also. This guy, Lasha KFC champion. Yeah. No more Chicken wing champion. I think Muin McDonald champion. McDonald. Burger. Yeah, actually. Anyways, ხო მოკლედ აქ ვართ ბიჭებთან ერთად, კარგი განწყობა გვაქვს და აი აქედან იწყება უკვე ჩემი სტრესი, ჩემი ნერვიულობა წონის კლებაზე. ეხლა მე ბრძოლაზე აღარ ვფიქრობ, რადგან 10 კილო მაქვს დასაკლები დღეიდან და რავი, პოზიტიურად კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ გადართული ვარ წონაზე, ასევე ჩვენს YouTube vlog-ში შევთავაზებთ ბრძოლის შემდეგ ჩვენს მაყურებელს თუ ჩემ წონა შევამოწმებ ყოველ დღე დილით და საღამოთ ვარჯიშის შემდეგ ხერხლების და გვარად გაისიარ ხასიათზე ვიქნები თუ შევძელი და ვესწრები რომ დავანახოთ მაყურებელს ჩემი წონის დაკლების პროცესი, რაც ყველა MMA მებრძოლის დამეთახობა ყველაზე რთულია და მოკლედ რა ვიცი, დიდება უფალს ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა განწყობა 100% მექნება ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ჩავდე ამ ბრძოლის მომზადებაში, ნამდვილად არ დამიკლია არაფერი. ჩემ თავზე ვიყავი ფოკუსირებული ვიდრე სანჰეგანზე, მისი ბრძოლები ბევრი არ განმიხილია, ბევრი არ მიყურებია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ჩემს თავზე ვიყავი ფოკუსირებული, ჩემს გაძლიერებაზე და ზუსტად ამ პრინციპით, ამ შემართებით გავალდა ღმერთის წყალობით მჯერა, რომ დაფასდება შრომა და კიდევ ერთხელ ავიზეიმებთ ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს თითოეული ჩვენი ქართველის ბრძოლა UFC-ში ყველა საქართველოში მოვარჯიშე სპორტსმენის მოტივაცია, ყველა ქართველის მოტივაცია, როგორც ჩემთვის არის მოტივაცია თითოეული ქართველის წარმატება და საქართველოს წარმომადგენლის წარმატება და რა ვიცი, ძალა ერთობაშია, მეტი ერთმანეთის გვერდში დგომით, მეტი პოზიტივი და რავი, მოკლედ მეტი სიყვარული, მეტი მხარდაჭერა ერთმანეთის, ქართველები ცოტანი ვართ, მე გავუთხილეთ ერთმანეთს, პატივიცეთ ერთმანეთისას და რა ვიცი, მე როგორც სპორტსმენი ესე ვიტყვი, რომ ჩემთან სპორტში პატივისცემა, დაფასება,
გათვალისწინება მეორე ადამიანის შრომის დანახვა და ღირსეულად მიდგომა მეტოქეს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე უნდა მივუდგეთ ჩვენ ქართველები ერთმანეთს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა მხარეს უნდა საბოლოო ჯამში რომ ყველაფერი კარგად იყოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და დარწმუნებული ვარ არავის არ უნდა სიბნელეში ყოფნა და გაჭირვებაში ყოფნა დარწმუნებული ვარ ყველა სხვადასხვანაირად ხედავს ჩვენს მომავალს და უბრალოდ ჯობია რომ ვიმსჯელოთ დიალოგში ვიყოთ ვისაუბროთ იმიტომ რომ ესე უფრო გავუგებთ ერთმანეთს ვიდრე ვიჩხუბოთ და რაღაც ჩხუბი აგერ ვართ სპორტსმენები ვიბრძოლებთ 25 წუთი თუ 15 წუთი არენაზე ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს და всё მაგრამ დანარჩენი ჩხუბის არ მივესალმები მით უმეტეს ჩვენს ერში ჩვენს ხალხში და იმდენი ყავს იმდენი მტერი ყავს და იმდენი ცუდი ადამიანი ყავს სხვებს ვებრძოლოთ და არა ერთმანეთს და მოკლედ რა ვიცი გვიყვარდეს ერთმანეთი ეს ჩემი მოგზალებული თხოვნა არის ჩემი მოგზალებული აზრი არის ეს რაღაცა ესე წონას რო ვიკლებ ხოლმე ვაძლევ ჩემ თავისუფლებას რომ ესე გულიდან წამოსული სიტყვები თქვა ხოლმე თორე რავი მე ერთი ჩაოლები ადამიანი ვარ სპორტსმენი ვარ როცა ვიყავი 12 წლის მაშინ დავიწყე სპორტი და მის მერე სპორტში ვარ ეხლა ვარ 34 წლის ან 22 წელია სპორტით ვარ დაკავებული და რავი თუ რაღაცა ისე არ ვთქვი ისე მომთხოვეთ როგორც მესმის რა იმიტომ რომ მე ვარ კიდევ ვიზახი სპორტსმენი და სპორტში მომს გატარებული ჩემი ცხოვრების ძირითადი დრო და სპორტში ამბობენ რომ კარგი ვარ მაგრამ სხვა რამეში არ ვიცი ხელი გამწევი მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ ყველას კარგი სპორტი საქართველოს გავმარ Jose! გავმარ Jose! გავმარ Jose! ენაცოლე მადლობა Good train, brother. Let's go. Let's go, bro. next UFC fighter here next UFC champion next UFC fighter Let's go. next UFC fighter soon Vida! Opa! Shane's coming! Go! let's go I'm